მათთვის ვინც ახლა შემოგვერთა, ვიტყვი რომ ანემია, ვიტამინების დეფიციტი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები თითოეული მათგანი შესაძლებელია რომ იყოს გამოხატული ორსულობის პერიოდში. ორსულობის დროს საყურადღებო ცვლილებებზე უნდა ვისაუბროთ დღეს, იმ სიმპტომატიკაზე, რომელიც ერთი მხრივ შეიძლება აშინებდეს ორსულს და არ იყოს საშიში და მეორე მხრივ არ აქცევდეს ყურადღებას და პირიქით ასეთ სიმპტომებს რომ დრო უნდა დაუთმოთ და არ უნდა გადადოს ექიმთან ვიზიტი. გეთანხმები თეო, დღეს ვსაუბრობთ იმ ჩვეულებებზე, რომლებიც ორსულობის დროს ქალებს ყველაზე ხშირად აწუხებთ. ორსულობის პერიოდში ორგანიზმი რომ სრულიად სხვა რეჟიმზე გადადის, ეს ჩვენთვის ცნობილია, გული უფრო ინტენსიურად მუშაობს, იზრდება სისხლის მოცულობა, იცვლება ჰორმონული ფონი და ამ ცვლილებებს ხშირად ახლავს სიმპტომები, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ დისკომფორტად ჩანს. თუმცა ზოგჯერ სწორედ ასეთი ჩვეულებრივი ჩივლების უკან შეიძლება იდგეს ანემია, ვიტამინების დეფიციტი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები ან სხვა მდგომარეობები, რომლებიც კონტროლს საჭიროებს. ამიტომ დღეს გავარკვევთ რა ითვლება ნორმალურ ფიზიოლოგიურ ცვლილებად და რომელ ნიშნებზე უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით. დღეს ჩვენი სტუმარია მიან გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი. დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის. მოგესალმებით. ორსულობისას ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის ხოლმე სისუსტეს, უენერგიობას, თავბრუსხვევას, გულის აჩქარებას. საინტერესოა, რამდენად შეიძლება იყოს ეს ანემიის მიზეზი. ესენი შეიძლება იყოს ანემიის მიზეზი არა, უბრალოდ ანემიის შედეგი შეიძლება იყოს ეს სიმპტომები, თუმცა ეს სიმპტომები რაც შემოთვალეთ, ყველანი პრაქტიკულად ნორმალური ორსულობის თამდევი ჩვეული სიმპტომებიც წარმოადგენენ. განსაკუთრებით ორსულობის ჩვეული სიმპტომები დაყოფილია ტრიმესტრების მიხედვით და განსაკუთრებით პირველ ტრიმესში, პირველი 12-13 კვირის მანძილზე აღნიშნული სიმპტომები ხშირად ხდება ხოლმე ქალბატონებში. ეს არის გულის აჩქარება, მაგალითად პულსი მატულობს 10-15 ერთეულით და ითვლება რომ 115-მდე კი მომატებული პულსი ნორმად ითვლება ამ პერიოდში. ეს არის მსუბუქი თავის ტკივილი, რომელიც ახლავს ორსულობის ასევე პირველ ნახევარს. ვინაიდან ორსულობის დასაწყისში ხშირად წნევა ცოტა ქვემოთ ჩამოდის 10-15 ერთეულით დაბლა იწევს, რაც იწვევს აი ამ სისუსტესაც, უენერგიობასაც, მომატებულ ძილიანობას, ანუ მოთხოვნილებას, რომ პაციენტს უნდა რომ ძირითადად სახლში იყოს წამოწოლილ მდგომარეობაში. ხშირად აღნიშნავენ, რომ დღის მანძილზე სამსახურში ჩასძინებიათ კიდეც მიუხედავად იმისა სამუშაო რეჟიმისა. ასე რომ ეს გარკვეული სიმპტომები, ესე ვთქვათ, ორსულობის პირველ 12-13 კვირის მანძილზე ჩვეულ სიმპტომებს წარმოადგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება იყოს ასევე ანემიის გამომხატველი სიმპტომებიც. ანემია ეს არის ორსულობის პერიოდში შემცირებული, ანუ დაქვეითებული ჰემოგლობინი. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ორსულობის დროს ესეთი ტერმინი გვაქვს ფიზიოლოგიური ანემია. ანუ ეს ჰემოგლობინი ისედაც ჩამოდის ნელ-ნელა დაბლა და შესაბამისად ტრიმესტრების მიხედვით თავისი ნორმა გააჩნია ამ ჰემოგლობინს, მაგრამ ვინაიდან მოთხოვნა რკინაზე ძალიან დიდია ორსულობის პერიოდში. სწორედ ამიტომ ჩვენს სამუშაო პროტოკოლში, ეროვნულ პროტოკოლში შეტანილია, რომ ორსულმა ქალმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს რკინის ის რაოდენობა, რომელიც მას სჭირდება, ანუ ყოველდღიურად, რომ ესე ვთქვათ, დააკმაყოფილოს თავისი საკუთარი და მის ორგანიზმში მზარდი ნაყოფის მოთხოვნილება. აი შეიძლება ვთქვათ, განსაკუთრებულად განმასხვავებელი მიზეზი რა არის, რომ გავარკვიოთ, რომ ეს ფიზიოლოგიურია და ჩვეულებრივი რამა და უკვე საჭიროებს ვთქვათ ექიმის მეთვალყურებას. აი დავუშვათ, ანემიის სიმპტომი, რომელსაც ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, არის ადვილად დაღლა. მაგალითად, საუბრისას დავიღალე ქოშინი, ან კიბეებზე ავედი და ადვილად დავიღალე. ანუ ამ შემთხვევაში ვაქცევთ ამას ყურადღებას, როგორც ესე ვთქვათ, ერთ-ერთ ანემიის მახასიათებელს. თუმცა ხა არც ერთ პაციენტს მინდა გითხრათ, რომ სისხლის საერთო ანალიზში, სადაც ჰემოგლობინს ვნახულობთ და შესაბამისად ანემიის კონტროლიც ხდება, ეს სავალდებულო ტესტირებაში შედის ორსულობის პირველივე ტრიმესში, შესაბამისად აუცილებლად გამოვლინდება ხოლმე და ვიღებთ შესაბამის ზომებს. რკინის დეფიციტზეც ხშირად ვამბობთ, რომ ეს ჩვეულებრივი რამ არის ორსულობის დროს და ალბათ ეს იმიტომაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ხშირი არის, ესე ვთქვათ, ამის ცვლილება. თუმცა საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ორსულობამდეც პაციენტმა იცოდეს, ვთქვათ, ეს რკინის ოდენობა მის ორგანიზმში, კონტროლდებოდეს ორსულობის პერიოდში და უკვე მშობიარობის შემდეგაც. ესე იგი, ზოგადად ქალების პოპულაციაში სუფთა სტატისტიკა რო ავიღოთ, ქალების 50
50%-ს აქვს რკინის დეფიციტი. ანუ შესაბამისად, ესე იგი გამოკვლეული პაციენტების 50%-ში რკინა ისედაც დაბალია და თუ პაციენტი ამ დაბალი რკინით შედის ორსულობაში, რა თქმა უნდა, მოხმარება იზრდება რკინის და თუ მას არ მივაწოდეთ ის მოთხოვნადი ნივთიერება, რასაც რკინა ჰქვია, შესაბამისად ვითარდება ანემიაც. აქედან გამომდინარე, ვითარდება ანემია, რაც ხშირად არის ხოლმე ახალშობილებში ანემიის მიზეზი დედა თუ რა თქმა უნდა, დიახ და ქალს ვინაიდან ყოველთვიურად ახერხებს იმას, რომ კარგავს მენსტრუაციას და შესაბამისად ვერ ახერხებს თვის მანძილს უკან ათვისებას იმ საკმარისი რაოდენობით რკინის და თან დღესდღეობით მოგეხსენება ძალიან ბევრი პაციენტი ხორცს აღარ მოიხმარს სხვადასხვა მიზეზების გამო, ანუ შემცირდა მნიშვნელოვნად ხორცის მოხმარება პოპულაციაში და შესაბამისად გაიზარდა რა თქმა უნდა ანემიების რიცხვიც. იცით რა წნევა ახსენეთ თქვენ და ორსულობის დაწყების პერიოდში ნორმად მიიჩნევა, ასე ვთქვათ, თუ კი წნევა დაბალია, მაგრამ ეს არის ის კომპონენტი, რასაც ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობენ ხოლმე გინეკოლოგებიც და თავად ორსულიც, იმიტომ რომ ხშირად წნევა არის მაგალითად ნაადრევი მშობიარობის, მაგრამ დაბალი არა, მაღალი საუბარი. აი ეს მოკლედ რა არის ნორმა და რა შემთხვევაში დგება აი ეს ნაადრევი მშობიარობის რისკები? იცით როგორ არის, ესე იგი წნევა ყოველას თავისი, ესე ვთქვათ, სამუშაო წნევას ვეძახით, ყოველას თავისი სამუშაო წნევა, ანუ რა ყოველას ჩვენი გვაქვს, ესე ვთქვათ, ორსულობის დიახ, რას ვატარებთ? ორსულობის პირველ ტრიმესში წნევა როგორც უკვე აღვნიშნეთ, 10-15 ერთეულით ქვემოთ ჩამოდის. ანუ ნიშნავს, რომ ეს ძალიან ხშირად პაციენტებში გვაქვს 90-60, 100-60 და ეს აბსოლუტურად ჩვეული ნორმალური წნევა. მიუხედავად იმისა, რომ გითხავთ, ვისაც ისედაც დაბალი წნევა აქვს, ეს შემთხვევაც ეს შემთხვევაც, ანუ შესაბამისად, ვისაც ისედაც 90-60 აქვს, იქ შეიძლება 80-50-zeც მივიღოთ მაჩვენებლები და პაციენტისთვის შემაწუხებელია. ხშირ შემთხვევაში ამ დროს პრეპარატები არაფერი არ ნიშნება, იმიტომ რომ ვეუბნებით, რომ ეს დამახასიათებელია ორსულობისთვის და ერთი რითიც შეგვიძლია გავაკეთოთ კომპენსაცია არის კოფეინის შემცველი სასმელებით ან საკვებით, ხო, მაგალითად შავი შოკოლადი, რასაც ვურჩევთ ხოლმე ამ შემთხვევაში, ფინჯანი ყავა, მუქი შავი ჩაი და ზოგადად სითხეებით დატვირთვა, რითიც შეიძლება რომ აი ის გამოწვეული სისუსტე, ამ დაბალი წნევით გამოწვეული სისუსტე პაციენტმა ესე ვთქვათ გადააგოროს და მართოს. რაც შეეხება მაღალ წნევას, მაღალი წნევის რიცხვებით, როგორც წესი, თუ არ არის ორსულობამდე არსებული მაღალი წნევა, 20-22 კვირის შემდეგ იწყება ხოლმე და შესაბამისად მაღალ წნევას ვეძახით 140-90 და მეტი. ზოგადად ხა პრეეკლამსია მაგალითად ისეთი გართულებაა, რომელიც ორსულობაში სწორედ აი ამ წნევის მატებას იწვევს და სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მისი არ გვაქვს არც ერთი ეფექტური პრეპარატი პრეეკლამსიის სამკურნალოდ გარდა მშობიარობის ორსულობის დასრულებისა. და აქედან გამომდინარე სიტუაციებში და საჭირო შემთხვევებში ხდება სწორედ ამიტომ ნაადრევი ქალის მომშობიარება. და თითქმის ყველა ორსულს უშუქდება ხოლმე ფეხები და აქვს მაგალითად ვარიკოზული ვენების პრობლემაც. თეო მახსოვს მე ძალიან კარგად ორსულობის დროს და მსგავსი არაფერი არ ქონია და ისეთი ორსული იყო რომ მგონია არანაირი ჩივილები არ ქონდა, თუმცა მე პირადად მაწუხებდა აი ეს პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ მანამდე ჭარბი წონა ან რაიმე არ მქონია. აი რასთან არის დაკავშირებული ეს ფეხების შეშუპებაც და ეს ვარიკოზული ვენების პრობლემაც? ვარიკოზული ვენები ზოგადად გენეტიკური განწყობაც აქვს ვარიკოზულ ვენებს და შესაბამისად პაციენტი, რომელსაც უფრო მეტად ქვედაკიდურების ვენების ვარიკოზი გამოხატული, ორსულობის დროს რა თქმა უნდა უფრო ესე ვთქვათ გამოხატულობითი ხდება და მეტად ვლინდება ეს ვენური უკმარისობა. ეს უკავშირდება იმას, რომ საშვილოსნო იზრდება და ვენა ძალიან ისეთი ადულად მიჭლედადი ტუბულარული სტრუქტურა ესე ვთქვა და შესაბამისად გაზრდილი საშვილოსნო მიაჭყლიტავს ხოლმე ამ ქვედაკიდურებიდან გამომავალ ვენებს და ხდება სისხლის შეგუბება ვენებში. თუ ვენური კედელი ისედაც სუსტია, ისედაც უკმარისობისკენ არის მიდრეკილი, ამ შემთხვევაში ვითარდება ეს ვენური უკმარისობა და შესაბამისად შეიძლება იყოს შეშუპებაც. დიახ. იცით რა მაინტერესებს? საპროფილაქტიკო საშუალება ასეთ დროს ინიშნება, იმიტომ რომ აი მე მახსოვს, რომ ერთ-ერთ კონსულტაციაზე ფლებოლოგმა მკითხა ასეთი რაღაც, რომ აი ორსულობისას არ სვამდი სისხლის გამათხელებელს თუ რაღაც აი ასეთ პრეპარატს, ანუ თუ იმ მომენტში და მაშინ არ გაქვს, ასე ვთქვათ, გამოხატული პრობლემა, აი საპროფილაქტიკოდ რომ მომავალში არ გივითარდეს ამ მშობიარობის შემდეგ, ინიშნება ესეთი პრეპარატი არ არის, ნამდვილად ვნიშნავთ მხოლოდ საერთოდ ზოგადად ორსულობის პერიოდში მაქსიმალურად ვერიდებით ყველანაირ პრეპარატს და ესეთი პრეპარატი რომ აი ამის პროფილაქტიკა გქონდეს უბრალოდ არ არსებობს, ეს არის მხოლოდ დამდგარი პრობლემის შემდეგ შეიძლება მკურნალობა და ისიც ხშირად
კვებითი დანამატია და მათი ეფექტურობა ნაკლებად დადასტურებულია, რასაც ვნიშნავთ ხოლმე საპროფილაქტიკოდ ეს არის გეტრების ტარება, რომელსაც აქვს სუფთა მექანიკური ეფექტი ამ შემთხვევაში, ფიზიკური აქტივობა პაციენტს ურჩევს, რომ სითხე მიიღოს, რაც არ უნდა ესეთი იყოს აბსურდულად ჟღერდეს ხოლმე პაციენტისთვის, როგორ შეშუპებული ვარ და მეზობელმა მითხრა, რომ წყალი აღარ უნდა დავლიო პირიქით. ამ შემთხვევაში შეშუპების დროს ვურჩევთ, რომ უფრო გააძლიეროს ანუ სითხის მოხმარება, ცილოვანი პროდუქტების მიღება, იმიტომ რომ თვითონ შეშუპებაც გაკავშირებულია ასევე ცილის ნაკლებობასთან ორსულობის პერიოდში, ანუ ნაკლებ ცილის მიღებასთან და აქედან გამომდინარე, სწორედ აი ამ ფიზიკური აქტივობა, სეირნობა არაჩვეულებრივად მუშაობს შეშუპების მოსახსნელად, კონტრასტული შხაპები, რასაც ვეუბნებით, ხო ცივი და ცხელი შხაპი ქვედა კიდურებზე, ასევე გვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში. ფეხები, რომელიც აი ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, ხშირი კითხვა არის პაციენტების გამოდის, რომ არ შეიძლება რომ ფეხი ფეხზე გადავიდო, მაგალითად, ჯდომის. როგორ არ შეიძლება უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს ვენური სტაზი, ანუ ჩაგუბებული ესე ვთქვათ, სისხლი ვენებში უფრო ხშირად ხდება და სწორედ ამიტომ პაციენტებს ვურჩევთ, რომ რაღაცნაირად აი ეს ცხოვრების წესის მოდიფიკაციით მოახდინონ პროფილაქტიკური გეტრების ტარებით თუ დაუშვათ არის ძლიერად გამოხატული შეშუპება ქვედა კიდურების არეში, მოვახდინოთ აი ესე ვთქვათ ამ პრობლემის კუპირება. საორსულე ქამარი რამდენად ჩვენის ამ პრობლემას, იმიტომ რომ გაგვიგია ხშირადაც რომ აი ბავშვი დაბლა და მაწვება და სწორედ ამიტომ იშუპება. საორსულე ქამარი თვითონ ვენებს ნაკლებად ჩვენის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ვენები გადის ქვედა კიდურებში, შემდეგ შედის მენჩში და მერე მიდის გულისკენ ქვედა ვენის საშუალებით. და ამიტომ უშუალოდ ქამარი, უბრალოდ ქამარი დისკომფორტს ხსნის, მაგალითად ქამარს ურჩევთ რა შემთხვევაში ხა. ესეც ქამარი აუცილებლობას არ წარმოადგენს ორსულობის პერიოდში, დამოკიდებულია ქალის კომფორტზე, ესე ვთქვათ, ანუ თუ ის კომფორტულად ხშირად პაციენტი ხმარობს კომფორტულად ქამარს, ხშირად ორსულთა ქამარს ვერ მოიხმარს, ურჩევთ იმ შემთხვევაში, თუ არ პაციენტს მაგალითად უფრო მეტად გამოხატული წელის ტკივილი, უწევს დიდხანს ფეხზე დგომა და განსაკუთრებით განმეორებითი ორსულობის პერიოდში, როდესაც ანუ მუცლის წინა კედელი ისე ვთქვათ, არ არის ამ შემთხვევაში და ამიტომ ესე ჩამოკიდებული მუცელი ქალს დისკომფორტს უქმნის და სწორედ აი ამ შემთხვევაში გვეხმარება ხოლმე ორსულთა ქამარი. და თქვენ ახსენეთ წელის ტკივილი და ნამდვილად ბევრ ორსულს აწუხებს წელის, მენჯის და ზოგადად ძვლების ტკივილი. რამდენად შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ ორგანიზმში გვაკლია კალციუმი ან D ვიტამინი, იმიტომ რომ ვიცით ხომ რომ D ვიტამინის სწორად ათვისებისთვის, ესე ვთქვათ, კალციის სწორად ათვისებისთვის D ვიტამინი ერთ-ერთი ესე ვთქვათ მთავარი ვიტამინია. წელის ტკივილი სტატისტიკის მიხედვით ორსულთა ქალების 75%-ში გვხვდება და ითვლება, რომ რაც არ უნდა საოცარი იყოს, შეიძლება პირველივე ტრიმესტრში შემოგვხვდეს. ორსულობის პერიოდში წელის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი აქვს და შეიძლება იყოს ძირითადად აი ეს ორსულთა ფიზიოლოგიით გამოწვეული ცვლილებები, როდესაც ხერხემალზე მაგალითად ვითარდება ფიზიოლოგიური ლორდოზი, როდესაც წელის ნაწილი უფრო შედრეკილი ხდება შიგნით და შესაბამისად დატვირთვა წყალზე იზრდება. და სწორედ ეს არის, ანუ არასწორად ხდება ზოგადად წონის მატება, წონის გადანაწილება ხერხემალზე, რაც იწვევს აი ამ წელის ტკივილს ხშირ შემთხვევაში. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ ხშირი პრობლემაა ორსულობის დროს. ესე პირდაპირ კალციუმის დეფიციტზე მიუთითებდეს არა, მაგრამ თუ დაუშვათ წელის ტკივილი, მე მახსენდება მაგალითად ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს მშობიარობის შემდეგ განუვითარდა, ანუ მოტეხილობაც კი ხერხემლის იმდენი იყო კალციუმის დეფიციტი. ამ შემთხვევაში ესე იგი ზოგადად კალციუმი წარმოადგენს იმ მინერალს რკინის მსგავსად, რომელიც აუცილებელია რომ ორსულმა ქალმა ორსულობის პერიოდში მოიხმაროს. და საკმაოდ რთული მოსახმარებელია, ანუ მისაღებია ეს კალციუმი პროდუქტებისგან, იმიტომ რომ ითვლება რომ დღის მანძილზე ქალს დაახლოებით 1000 ასაკის მიხედვით 1000-1300 მილიგრამი კალციუმი სჭირდება და ისე უხეშად რომ ავიღოთ დაუშვათ ერთ ჭიქარ ძეში არის დაახლოებით 200-300. ანუ რეალურად ეს კვებითი უნდა დაიფაროს კვებით. და თუ დაუშვათ პაციენტი ვერ ახერხებს დღის მანძილზე კვებას, ან დაუშვათ არც ძალიან მუშაობს, ითვლება რომ დღეში 3 სრულფასოვანი კვება თუ ვერ მოახერხა და ვერ მიიღო, მისი კვება არასრულფასოვანია და შესაბამისად ვერ მოახერხებს ადეკვატურად საკვები ნივთიერების მიღებას და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კალციუმის დეფიციტიც. და აქ უნდა გკითხოთ სიმფიზიძეც, რომელიც ზოგჯერ არის ხოლმე, ესე ვთქვათ, საკეისრო კვეთის ჩვენებაც კი, ხო? ესეც რა თქმა უნდა უკავშირდება ძვლების ტკივილის პრობლემას, ხო? აი როგორ არსებობს თუ არა რაიმე პრევენციული ხასიათის მდგომარეობა, რომ ავირიდოთ თავიდან სიმფიზიტე?
იცით როგორ საერთოდ ზოგადად ეს ტერმინი არასწორად არის გავრცელებული ხალხში. სიმფიზიტი ზოგადად იტი რასაც ემატება ნიშნავს ანთებას და სიმფიზიტი ესე იგი ესე ვთქვათ ტერმინოლოგიით ნიშნავს ბოქვენის ძვლის შესახსრების ანთებას. უბრალოდ ეს სიმფიზიტი ხალხში გავრცელებული ტერმინია, უფრო ზოგადად ქვია ამას სიმფიზის დიასტაზი, რაც ვითარდება ხოლმე. ანუ ორსულობის პერიოდში დასაწყისიდანვე პლაცენტიდან გამოიყოფა ჰორმონები, როგორიც არის პროგესტერონი ერთი და რელაქსინი მეორე. ორივე ჰორმონი ახდენს რელაქსაციას, ორივე ჰორმონი მიდრეკილია კუნთების შესახსრებების, მყესების, ნაწლავების, პერისტალტიკის, რაც მერე დაუშვათ შებერილობაზე, შეკრულობას იწვევს, აი ამ 10 მოდუნებისკენ, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ორსულობის ბოლოსკენ მშობიარობისთვის, ანუ ეს მთავარი მოქმედებისთვის, ესე ვთქვათ, ძვლები უნდა იყოს იმდენად მოდუნებული და მყესები, რომ ცოტა ოდნავ განზე გასვლა შესძლოს და გაუიოლოს, ესე ვთქვათ, ქალს მშობიარობა. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ სიმფიზით ორსულობის პერიოდში გარკვეულად აი ეს ბოქვენის ძვლის შესახსრება, ანუ წინა ძვალზე გვაქვს საუბარი, ერთმანეთს შორდება. ეს ისე როგორც უკვე ვთქვით, ფიზიოლოგია და ნორმა უბრალოდ ხანდახან ხდება, რომ ეს ესე იგი დაშორება იმაზე უფრო მეტია, ვიდრე დასაშვებია, რაც იწვევს აი ესეთ სიარულს, რომელიც ქალს ახასიათებს ხოლმე ეს ეგრეთ წოდებული გავრცელებული სიმფიზიტის დროს, აი ესე იგი და აქედან გამომდინარე, ანუ ეს სიმფიზის დიასტაზი უფრო სწორი იქნება ტერმინი ვიხმაროთ. მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ახლა მე მახსენდება დრო, როდესაც ამის გამო კეთდებოდა საკეისრო კვეთა, აი ბოლო პერიოდში უბრალოდ ვეღარ გავიხსენებ, როდის იყო ამის გამო ჩატარებული საკეისრო კვეთა. ანუ რეალურად შეიცვალა მთლიანად მიდგომა, ისე როგორც მართებულია დღესდღეობით. მეხსიერებაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად ძალიან ბევრი ჩემს პრობლემაზე თეო. ქალი, თქვათ, ორსულობის დროსაც აღნიშნავს ხოლმე იმას, რომ აი რაღაცა კონცენტრაციას ისე ვეღარ ახდენს, რაღაცები ავიწყდება და მშობიარობის შემდგომ ხომ, ანუ უფრო მეტად ძლიერდება ეს ამბავი. შესაძლოა, რომ ორსულობას დავუკავშიროთ ეს ყველაფერი თუ უბრალოდ გადაღლილი რეჟიმი იწვევს? იცით რა არის? ორივე პრინციპში, იმიტომ რომ რეალურად ორსულობის პერიოდში ჰორმონები ითვლება, რომ მეხსიერებას კონცენტრაციას ორივე საქვეითებს, ასე რომ ესეც გარკვეულად დამახასიათებელია ორსულობისთვის დაბნეულობა, დავიწყებულობა, ეს ჩვეულებრივი არის. მშობიარობის შემდეგ უფრო ამას ემატება კიდევ უძილო ღამეები გათენებული ბავშვთან და ისევ ჰორმონალური გადაწყობა, ესე ვთქვათ, მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ასე რომ გარკვეულად მინდა გითხრათ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმა. აი რამდენ ხანს გრძელდება, თქო ზუსტად ეს მინდა და მეკითხა. იმის მშობიარობის შემდეგ ზოგადად ეს ცვლილებები, ну, უმეტეს შემთხვევაში 6-8 კვირა გრძელდება. ანუ უფრო თუ მე მგონი ექიმთან ჩავეწეროთ. და ასევე გულისრევა, ღებინება, შებერილობა, შეკრულობა, ესეც ხშირად აწუხებთ ხოლმე ორსულებს. რატომ მოქმედებს აი ორსულობა ასე ძლიერ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე? გარკვეულად ნაწილი ვახსენე კიდეც, იმიტომ რომ ორსულობის პერიოდში გამოიყოფა ის ორი ჰორმონი, ერთი პროგესტერონია, მეორე რელაქსინი და ორივე იწვევს ნაწლავთა პერისტალტიკის დაქვეითებას და შესაბამისად ნაწლავები უფრო ნელა პერისტალტირებს, რაც იწვევს აი ამ შებერილობას და რაც იწვევს შეკრულობას. ამიტომ ხშირად ორსულს ვეუბნებით, რომ ორსულობის პირველივე დღეები კარგი პერიოდია იმისთვის, რომ გააკეთო შენი ეს კვების და ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია, ვინაიდან ორივე პრობლემა შესაძლებელია, რომ მოვხსნათ სწორი კვებით, ცხოვრების რეჟიმის შეცვლით და ანუ არ გახდეს საჭირო პრეპარატების გამოყენება. უჯრედით მდიდარი საკვების მოხმარებით, წყლის მოხმარებით, ფიზიკური აქტივობით, ამიტომ ეს ყველაფერი გვეხმარება პრეპარატის გარეშე ავიცილოთ აი ესე ვთქვათ, ავირიდოთ თავიდან და შევიმსუბუქოთ ეს თამხლები, ჩვეული სიმპტომები ორსულობისთვის დამახასიათებელი. რაც შეეხება ორსულთა გულისრევა-ღებინებას, ორსულთა გულისრევა-ღებინება დაახლოებით ასევე 75%-ში ხდება, ძირითადად 12-13 კვირაზე გადის, 16 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს და მხოლოდ 5%-ია, რომელსაც უგრძელდება პრაქტიკულად მთელი ორსულობის პერიოდი ორსულთა გულისრევა-ღებინება. აქაც გარკვეულად კვებითი მოდიფიკაციები გვეხმარება, ცხოვრების წესის შეცვლა, თუმცა თუ შემაწუხებელია და ხანდახან 3 და მეტი ღებინება ვითარდება ორსულობის პერიოდში დღის მანძილზე, ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია პრეპარატების ჩარევა. ის მითია ხო, რომ რომელიმე ანუ ბავშვის სქესს უკავშირდება ტოქსიკოზის ხოლმე. თუმცა თულად აბრალებენ ხოლმე. თმიანობაზე უფრო ხშირად არის ხოლმე გულძმარვის ესეთი კავშირი და რა თქმა უნდა გულძმარვად ჩვეულებრივი ამბავია სუფთა მექანიკური ცვლილებებით გამოწვეული ორსულობის დროს და შესაბამისად არაფერი რა თქმა უნდა ნაყოფის თმასთან კავშირი არ აქვს. და ქალბატონო მაკა, ბოლოს რომ გითხრათ ის მთავარი სიმპტომები, რა დროსაც ორსული არ ჩერდება სახლში, არ ელოდება გეგმიურ ვიზიტს ექიმთან და აუცილებლად მიდის ესე ვთქვათ თავის გინეკოლოგთან.
კარგით, ესე იგი, ანუ ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ცალკე ნუსხა საშიში ნიშნების ჩამონათვალი, როდის უნდა მიმართო ექიმს და უყოვნებლივ და ანუ რო ჩამოვთვალოთ რამოდენიმე მათგანი მაინც, ეს არის ერთი უკვე ვახსენეთ, მომატებული წნევა, 140-90 და მეტი თავის ტკივილი, რომელიც ანუ ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ ყვჭდება, ნებისმიერი ლოკალიზაციის ტკივილი, მუცლის არეში, რომელიც არ გადის, ესე იგი, პოზის შეცვლით და მარტივად, სისხლიანი გამონადენი საშოდან ორსულობის პრაქტიკულად ნებისმიერ ტრიმესტში შეიძლება იყოს საშიში ნიშანი და ამ შემთხვევაში ვეუბნებით, რომ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, წყალებით გამონადენი საშოდან, რომელიც წყლის ნაადრევ დაღვრაზე შეიძლება მიუთითებდეს, ასევე წარმოადგენს ექიმთან მიმართვის ჩვენებას, მოჭერბებული შემაწუხებელი, ესე იგი, გამონადენი, რომელსაც თან ახლავს ქავილი, ციცითლე, სპეციფიური სუნის მქონე გამონადენი, ესეც წარმოადგენს ექიმთან მიმართვის ჩვენებას. მადლობა იმისათვის, რომ დილა ჩვენთან ერთად დაიწყეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორსული მაყურებელი აღიჭურვა ბევრი საინტერესო ინფორმაციით. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ის ყველაფერი, რაც თქვენ გაგვეცანით. ახლა კი